დღევანდელ ვიდეოში 24 საათს გავატარებთ. აი ამ მანქანაში. შესაბამისად, მოემზადეთ ამ უმაგრესი ჩელენჯისთვის. ჩვენ პატარ-პატარა დავალებებს მოგცემს ბებია ჩვენი, მანანა ვიცოდეთ 2 და ასევე ჩვენი მეგობარი სოფო. ვინც 64 საათს ისე გაძლევს მანქანაში, რომ 7 წუთზე მეტი დრო არ დაჭირდეს გარეთ გადასასვლელად, ის იქნება გამარჯვებული და ის მოიგებს პრიზს 200 ლარს. შეგახსენებთ, რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანიაა Galpi. ეს ჩვენი ბოლო სიტყვებია მიწაზე, ახლა ჩავსხდებით მანქანაში და ვეცდებით, რომ 24 საათის განმავლობაში 7 წუთზე მეტი მიწაზე ფეხი არ დავდგათ. გამოიწერეთ ორი ერთნაირის არხი, წავედით. მე მიბალე შიკეთ მეგობრებო. არ წააგებ. ზოგადად მე შეიძლება ჩელენჯებს ხანდახან ვერ ვიგებ, მაგრამ იზიდ გავძლებ უბრალოდ 24 საათი მანქანაში. თუ გინდათ ერთი კვირა ვიქნები აქ. ერთი კვირა რა ის კიდე. დააკომენტარეთ ვინ მოიგებს თქვენი აზრით. ო, რავი, ძალიან საინტერესო იქნება ცხოვრებაში ამჟამად 24 საათი მანქანაში და ნახოთ აბარა და როგორ. დაურეკოთ ეხა მანანავარიცეთ ორს, ბებია ჩვენს და ვუთხრათ რომ გვითხრას რამე ჩელენჯი. რა შვები? შერაშვები დღეს მიდიხარ სადმე? მე გელა და მართა ვიღებთ ვიდეოს 24 საათი მანქანაში ესეთი ჩელენჯია. თქვენ შიდა თუ არა ხართ გოგო? რატო? სახში მოდით ხალხო თქვენ მე ახალ კარგად. ხო და შენ უნდა დაგვავალო პატარ-პატარა დავალებები, ესეთი YouTube ჩელენჯია. პირველი რა დავალება შევასრულოთ გითხარი. დაგვავალოთ მანქანიდან არ უნდა გადავიდეთ. აბე ხმისთამშიურად სახსერ დამილაგეთ და იღარა. ისე სახს დაგვალაგებინებდი ხო უეჭველი. ხო და ბებო პირველი დავალება მოგვეცი მოკლედ რა. აბე ბებო შერი არ მოკვდეთ სადმე რამე ჭამე აუცილებო და არ მომიშალოთ ნერვები. კარგი. კაი, მაშინ ჭამის ჩელენჯს გავაკეთებთ ისე რომ მანქანიდან არ გადავალთ და მეორე ჩელენჯზე იფიქრე დაგირეკავთ. პირველი არის ჭამის ჩელენჯი და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან მშია და ეხა წავიდეთ და ვჭამოთ, ხო? მოკლედ, ესე იგი ახლა ჩვენ ვიდივართ საჭმელად და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან მშია. შენ რას ფიქრობ? პირველი ჩელენჯი არის იდეალური. სოფოს ჩელენჯების უფრო მეშინია ვიდრე ბებია. ხო, რამის მოიფიქრებს? ბებია მაინც მზრუნველია. როგორც იცი, ძალიან მიყვარს მე გალფის ჰოთ-დოგი, ამიტომაც ახლა წავალ გალფში, შევალ, ვიყიდი ჰოთ-დოგის და მიღირს. ჩემი აზრით რომ დავკარგო ეს 1 წუთი, იმიტომ რომ რავი, ანუ დიდად არაფერზე არ გადავალ ხა მე. ამიტომაც ახლა წავალ და ვიყიდი ჰოთ-დოგს და აჩი მარტო ჩემთვის ვიყიდო თუ თქვენს გიყიდოთ. მეც მინდა რა თქმა უნდა და თუ კეთილი ხარ გამოგვიყოლე და ჩაწვი შენი 1 წუთი და დაგრჩება 6 წუთი, ანუ 7 წუთი და იმედია 1 წუთში მოვასწრებს. ნახოთ ხა რამდენად გონიერად გააკეთებს ამ ყველაფერს. მოკლედ მართა გადადის. მზად ხარ? 1 2 3 ვაიმე. გამარჯობა, თუ შეიძლება 3 ჰოთ-დოგი მინდა. წავედი. რამდენი წამი დაგჭირდა? მოკლედ მართას დაჭირდა სულ რაღაც 25 წამი და ჩემი აზრით ღირს 25 წამი გალფის ჰოთ-დოგები არა? ძალიან გემრიელია. დამრჩა ხა 35 წამი, ჩემი 35 წამში მივალ, კიდეც გამოვიტან, კიდეც მოვალ კიდეც რა? რა თქმა უნდა, გალფის ჰოთ-დოგები ძალიან მალე გამზადეს, ამიტომაც ახლა გადავიდეთ. 1 2 3 გამარჯობა. წავედით. აი. ესეც ასე კიდე ჩაუჯეკ. ესეც ასე სულ რაღაც 15 წამი დაგჭირდა და გამოდის რომ 40 წამი დახარჯა მართამ, ამიტომაც 6 წუთი და 20 წამი აქვს. ჩვენი გალფის ულამაზესი და უგემრიელესი ჰოთ-დოგები აქ არის. აბა გავსინჯოთ. ძალიან მიყვარს. ეს არის ბავარიული, ხო მართლა? ძალიან კაია. უკონკურენტოა ხო მართლა? დოგი აქვს, ძალიან კაია. გელა მოგწონს? მე არც მკითხოთ. პირველად გალფის ჰოთ-დოგი გავსინჯე, დაახლოებით 4 წლის წინ და რო შემიყვარდა, მაგის მე მიყვარს და ძალიან ხშირად ჭამ ხოლმე. გელა, შენ როდის გასინჯე პირველად? 4 წლის წინ არა, მაგრამ ეგრე ალბათ 2 წლის წინ, რა. მართა, შენ? მე ცოტა ახლა ხარ. 2 წელია ალბათ. მართა არის მოკლედ ჰოთ-დოგების ფანი, ყველგან ჭამს ჰოთ-დოგს. რომელ ადგილზე დააყენებდი? პირველად ძალიან კაია მართლა. რითი დააყენებდი პირველ ადგილზე? ყველაფერს. მართლა ძალიან კაია. გემრიელი ძალიან კაია. მოდი, ეხა შევჭამთ და შემდეგ დავურეკავთ ბებოს და გადავალთ მეორე ჩელენჯზე. მართა მე ჩელენჯი იდეალურად შეასრულა. მადლობა მართა. 6 წუთი და 20 წამი დაგჭდა. მე 7 და გიასაც 7 დროებით.
მოკლედ 2 საათი გავიდა დაახლოებით, ხო, რაც მანქანაში ვზივართ ჰოთ-დოგის მერე. ჰოთ-დოგზე რაც იყო მართა გადასული, მაგის მერე არც მართა გადასულა, არც მე არ გადასულა, არც მან არ გადასულა და ეხლა მოვჭით ჩვენი ვიდეოს ყურებას და რავი, ვცდილობთ რომ არ მოვიწყინოთ და რამე ჩელენჯი დაგვავალე რომ რაღაც გავაკეთოთ რა, თორემ ეს ვიდეო 5 ჯერ გვაქვს უკვე და ეს ვიდეო სხვა შორის ძალიან მომწონს 50 ლარი versus 50 ლარი მე და მართა ვეჯიბრებთ ერთმანეთს ვისაც არ გინახავთ აუცილებლად უყურეთ და ეხლა ვეოდებით ჩვენი მეგობარი სოფო რაღაც დავალებას მოგცემს და საინტერესოა თუ რა იქნება ეს დავალება ჩვენთვის მაქვს ჩელენჯი ეს არის ბუშტები და ვინც გაბერავს ყველაზე დიდ ბუშს ისე რომ არ გასკდეს ის იქნება ამ ჩელენჯის მოგებული ჩვენიერი ჩელენჯია კი ძალიან მშვენიერია რა ფერის გინდა მართავა გელა შენ რა ფერი გინდა მოშაურო აი დავიწყო ეს არის ფერი მინდა კაი მე მწვანე საბა ვინც უფრო დიდ ბუშს გაბერავს ის არის გამარჯვებული ამ ჩელენჯის წავიდა რა რთულად იბერება რა აი მე ნახე ნახე ამ ხელა ჩემი ვისია ყველაზე დიდი ახლა ჯერჯერობით მანანა ლიდერობს აი მე პიში შემეწყატამადავა ვაი მე ძალიან დიდია მეშინია იმ ხელა და ტორტები ახატი ახლა კაი არ მორჩე ხალხო ჰა რო გასკდეს საშიშია ნეტა ისე თუნი გახტა აუ არ გასკდეს აუ ეგ რა ხელა შენი რა ხელაა მე დავამატებ რომ რა ხელა ჩემი უფრო დიდია თუ გელასი აბა აღარ ემატებ მართა ჯორმი მგონი ეხა ყველას რა კიდე გავბერო მე არ მეშინი შენია მაგრამ არეთეო ვა ხალხო ჩემი უკვე ჩემ ფანჯარაშიც კი არეტევა ნახე რა ხელა კიდე დავბერო ძალიან მეშინია უკვე რა რამ ხელა აქვს იმასაც მორჩა ჩემმა მოიგო იმიტომ რომ მე ვაფშე ახლა გამეწელა სოფომ შეაფასოს ამ ჩელენჯში ვინ მოიგო ნახ სარკესავით არა კაი გელას ვუგებ გონი მართა მოგვიგო ხო ოი მე მოიცა მართა მოიგო ხოლმე რაღაცას ამბობს ეს ბუშტი ხახო მოусმინეთ ისწავლეთ მოსმენა ესეც კი დიდია უბრალოდ ყოჩაღ მართა ბრავო გულოცავთ მართას როგორ უხარია აშიკო მოიგო ძალით გახეთ ხა? კაი, შემდეგი ჩელენჯისთვისაც მზად ვართ. შემდეგი ჩელენჯია მოწამული ჩიფსი და მართა აგვიხსნის რა არის ეს მოკლედ გვაქვს ჩიფსები პირველის მან ჩვენ მიდაგერ დავხვჭებით და მანამ დაამოირჩიოს თავისი ჩიფსი რომელიც იქნება მოწამული და დაიმახსოვროს მე ამოურჩევ მე გელა ეგრე რა ოღონდ არ გოცოდინება ერთმანეთის მოკლედ ვინც წააგებს ის მოიგებს ვინც წააგებს ის მოიგებს რა არის ვინც წააგებს ის წააგებს ვინც მოიგებს ის მოიგებს პირველი ვიქნებ მე აბა შებრუნდით ახლა თვალებზე აიფარე წესი ვრად აუჩიე გელა შეერია დააჩვენო მორჩა მოდით ოკეი ხო აი დავიწყო პირველი იყოს გადარჩი 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 ჩემ ჩანს გადარჩი გადარჩი კი ჩემთან კი აი მე გადარჩი ანუ აქედან ახლა გამოდის რომ სამი მოწამლულია გადარჩი გადარჩი აი ეს გადარჩი ჩემ ჩანს გადარჩი აი ჩემი ვიცი და ორია ამათი ერთი ჩემი და ერთი დარჩა თუ გელს სწორად ამოირჩევს მე და მანო ვკვდებით რა უეჭველი მიდი გელა წააგე მოწამლულია ამას ვიღებ იმიტომ რომ ეს მართასია რა უეჭველი მაგრამ მისი რო იყოს კაია წააგე მოიგო მართამ ანუ რა ყველაფერში მართა იგებს პირველი გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა ნიამ მართა და მან ძალიან მიყვარხართ ვიცი ვერ მოვხვდები ვიდეოში მაგრამ არა უშავს იმედია მალე ახლოთ 100,000-ს გამომწერზე გთხოვთ გადაიღეთ ბებოს არ შეუძლია არას თქმა იმედია ოდესმე შეგხვდებით ჩემთვის მართლა ძალიან კარგი ვიდეოს იდეა რა შეიძლება შემდეგ ჩელენჯს ახლა მივდივართ მაკდონალდში და წესებს აგვიხსნის მანანა სოფომ ესეთი ჩელენჯი მოიფიქრა რომ ახლა მაკდრაივზე რა თქმა უნდა გავივლი და შევკვეთავ 3 ტოსტს აქედან ერთ-ერთ ტოსტში იქნება 3 პორცია ჰალაპენიო რაც ნიშნავს ძალიან მწარე ტოსტს ანუ ერთი ტოსტი იქნება ძალიან მწარე დანარჩენი 2 ტოსტი იქნება ჩვეულებრივი შემდეგ მე გელა და მართა 3 ტოსტს შევჭამთ და დავალება ის არის რომ ვისაც შეხვდება ეს ყველაზე მწარე ტოსტი იმდენად არ უნდა შეიმჩნიოს რომ ვერავინ ვერ უნდა მიხვდეს თუ ვის შეხვდა ეს ყველაზე მწარე ტოსტი თქვენ უნდა გამოიცნოთ და ვინც დაგვა ჩელენჯა ჩვენმა მეგობარმა სოფომ უნდა გამოიცნოს თუ
ვის შეხვდა რეალურად ეს ტოსტი. და რა თქმა უნდა, გენიოსი იქნება ის, თუ იმდენად კარგად ითამაშებს და იმსახიობებს, რომ ვერავინ ვერ გამოიცნობს, რომ რეალურად ყველაზე მწარე ტოსტი ხვდა წილად. ძალიან საინტერესო ჩელენჯია. პირადად მე მინდა რომ მომივიდეს ყველაზე მწარე ტოსტი, იმიტომ რომ მგონია რომ კარგად ვითამაშებ. თქვენ რას ფიქრობთ, მოგწონთ ეს ჩელენჯი? კი, მე ძალიან მომწონს და მარტო სოფო და მაყურებელი კი არა, ანუ მაგალითად ეხლა მე რო ამომივიდეს რა, თქვენც ვერ უნდა მიხდეთ, ანუ ვერავინ ვერ უნდა მიხდეს. გამარჯობა. 3 ტოსტი ბეკონით გვინდა და აქედან ერთ-ერთ ტოსტი ბეკონში რომ იყოს 3 ექსტრა ჰალაპენიო, ანუ 3 პორცია და 1 მილკშეიკი გვინდა რისი შოკოლადის. მოკლედ მე ესეთი რაღაც მაქვს, რომ ორივე მაწყობს. პირველი რომ ცხარო ამომივიდეს, თითქოს ეგეც მინდა რომ ოსტატურად ისევ ჭამო რომ ვერავინ ვერ გამოიცნოთ საერთოდ, მაგრამ ისიც მინდა რომ წესიერი ტოსტი ბეკონი მეღირსოს. სხვათა შორის იმით უნდა მივხვდეთ, ვინმე თუ დააყოლებს კოკა-კოლას ან წყალს, ესე იგი ხო და მაგრა უნდა ვითამაშოთ რა. ნახე, ვიღაცამ შეიძლება იმსახიობოს, ვისაც არ მისვლია რა. რომ დავაბნიოთ ყველა. აი, წავიდა აბა. ეხა ხელით მოსინჯვებს არ ვარ. არა, ეგრევე ამოიღე, რაც ამოვა. არ შეხედო. არ შეხედო. აჰა, ამოიღე, მეც კი არ უყური. მიდი. აი, ერთმანეთს არ ვანახოთ, ჩვენთვის გავხსნათ. ო, რა კაი თბილია. მე მორჩი. დავიწყოთ? მოიცა. გავხსნა, წავიდა. თქვენკენ გაიტრიალეთ. შო! ყველა ხო ხსნებით ვის ამოვიდა, ხა? იტყუება ხო? თუ გელა. შემხელება. იტყუება. შენ შეგხვდა? მომე. მეც მინდა კოკა-კოლა. კაი, თქვი პირდაპირ. კაი, ვაგრძელებთ რა. ვეღარ აგრძელებ შენ ჭამას? მე მგონია რომ მაინც გელასებს. ისე ხელებით ისე შვება. მე რანაირად ვარ გავხდება. ეხა იცი რა ხენი? მარტო მაყურებელს რო დაანახო რა. ჩემ წავს უყურებს. აი, ჩემი აზრით მართას ამოვიდა რა. ჩემი აზრითაც. ანუ ვაფშე ვერ იმსახიობო. რატო ვერ იმსახიობე, ხა? თუ მანენას ხონდა ამის არა მგონი. აი, გონიათ რომ მე ამოვიდა? არანაირი? შენ გქონდა რა გველია. და არ იყო მწარე ოდნავ მაინც. მაგარი მწარე იყო. მადლობა მართა რომ მომაგებინე. ანანა მისე მაგრა ითამაშა. ანუ მე ვითამაშე მაგრად, მეგობრებო, ხო გეუბნებით რომ მე ვარ იშვიათი გამოშვება. შემდეგი ჩელენჯი არის ბებოს ურეკავთ და მეორე დავალება უნდა მოგცეს. რა შვები? რავი, აი მანქანაში ვართ მთელი დღე. ისმინე, შენ უნდა მოგცე რამე დავალება რა გავაკეთოთ. წამიყოლეთ სახში. ხო, სახში წაგიყვანთ, როცა იქნება დრო და ეხა რა გავაკეთოთ? მანქანა გავრეც, ხო? ისე არც გარეთ გადმოსვლა არ შეიძლება? ტუალეტში ნემაში არ უნდა წახვიდეთ? ხო და ცოტა ხანი გვაქვს დრო რაღაც 7 წუთი და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ. და ეხა მანქანის გარიცხვაში დავხარჯავთ რამდენიმე წუთს. მოკლედ, შემდეგი დავალება არის რომ მანქანა უნდა გავბრეცხოთ. თან გასარეცხია, მე მაწყობს. ბოლოს ბებო უნდა გამოვიყვანოთ რა. ორი დავალება გვითხრა ეხა ბებომ. მანქანა მართლაც გასარეცხია და გავრეცხოთ. წავიდით. მოვედით მეგობრებო, მოვედით. ეხა იწყება ძალიან საინტერესო პროცესი, იმიტომ რომ როგორ უნდა გავრეცხოთ მანქანა, როდესაც გადასვლა არ შეგვიძლია. აქ მოგვიწევს რომ ჩვენი წუთები, უნიკალური წუთები გამოვიყენოთ. მოკლედ მეგობრებო, ესეც ჩვენი პირველი ლარი. ახლა მაქვს სულ რაღაც 60 წამი, რომ უცბად გადავარდი და გავქაფო მანქანა და დანარჩენი უკვე მე გავწყვიტოთ მეორე ვინ გადავა. 1 2 3. გადავიდა მანანა. კაფი რომელია? ესეც ასე მეგობრებო, დავქაფოთ ძალიან კარგად, დავითვალისწინოთ ყველა შეტანი, აი ესე. ანუ მანქანის გარეშე არის ხოლმე ჩემი თერაპია. ვაიმე. ძალიან მიყვარს, ოღონდ მართლა, განსაკუთრებით გამეორედ ხავ ხოლმე და ძალიან მომწონს მოკლედ. ნახეთ რა ამაზია. შევეუღებს აქედან. Hello. მოკლედ მე 1 წუთი გამოვიყენე, ახლა დამრჩა 6 წუთი. მართას დარჩა 6 წუთი და 20 წამი და ახლა გადავა და გარედან გაწმენ თლიან მანქანას. ეცდება ალბათ რომ 1 წუთში ჩაეტიოს, ხო? წავიდით? 1 2 3. აი მე ხალხო
Ანგის მე მანანას საერთოდ წმენთ ხოლმე მანქანას ამიტომაც ვიცი და კარგად. მანქანას რომ არ დაუშაოს. იმედი არ დამჭირდება ძალიან ბევრი ხანი. ეს კარგად უნდა გავუკეთო ყველგან. აი აქ რაც მთავარია. მუდნავ გაეპარება დრო 40 წამი გავიდა. გავუკეთო დაბლა აუცილებლად. კარგად წმინს რა გინდა. დრო მიდის უკანაც ვიზამ და 50 წამი. მოურჩები უკვე. იმიტომ ბევრი დროს მიდის მგონი. ძალიან. გაეპარა დრო. ეს გვერდით და მორჩი. მოკლედ, ეხლა აი გავუწმინდოთ ბარემ ეხლა ყველაფერი უკვე კარგად. მორჩა და ჩავუძდები. მორჩი. რამდენი ხანი გავიდა? ესე იგი 6 და 20 ქონდა. 4 წუთი და 50 წამი დარჩა რა? გეი. ეხლა დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ წყალი შევასხათ. მე მაქვს სრული 7 წუთი რა მოკლედ, წავედი. ეხლა არის ეს ყველაზე ლამაზი წესით, იმიტომ რომ ბევრად უფრო ძლიერია წყლის ნაკადი. და მე ჩავონა. თივიწყალი. დავაჭირე უკვე. სად არის? რომელია კაფე? რატო დაიწყო დაბლიდან, როცა მაღლიდან უნდა დაიწყოს გარეცხვა? პირველად რაიცხავ. ეს კარი ღია. მოიცა. აჯერ დრო გვაქვს. აი. რომ მაღლიდან უნდა გარეცხო, რომ ჭუჭყი დაბლა ჩამოვიდე. არის. უბრალოდ ლოგიკა ხო შეიძლება კონდეს ადამიანს. არ შორდება რა უბედურება. ვერ არის. ახო ერთი წამით, აი ესე არ უნდა გარეცხო. არა, ვინ მანქანა? მალე. ვერ მოასწრო. აუ მგონი მოვასწარი ასე. ვერაფერი ვერ მოასწარი, ჭუჭყები აქვს მანქანა. კიდე უნდა? მანქანას რო რეცხავ მანანა. როგორც გამოცდილება მძღოლმა თურმე ზემოდან უნდა დაიწყო. წავიდა. გაწერია ნეტა ეგ ამბავ. რა ხდება? მგონი ეხო რა. დრო გვაქვს წავიდა. თორომ აქ მეწურება, მე შემოწმავ. გავაკარიალე რა. ინკაცო მაგრამ დამაბდია. მოვიდა და მიყურებს და მიდი. რისული ვარ მე ბატონო. მოდი იჩრას ვიზამაგოს. ფუში, ის უნდა დაუწურო და ეგა. გამივიდა რა ყველაფერი. კაი, იყო მთელი დღე გარეთ. რამდენი ხანი დავჭი? 3 წუთი გაგივიდა. 3? 4 წუთი დარჩა გელას, 6 მე, 4 და 50 მართას. და ბოლოს ეს უნდა გავწმინდოთ. შესაბამისად, ეხლა მე ვეცდები რომ 1 წუთში გავწმინდო. წავიდა. ყოველთვის მეტი გასვლია და იცი ჩავრთო წამწომი. ხო, სწრაფია. შუშების გაწმენდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხილვადობა გქონდეს. მე ვარ მძღოლი და მე ვიცი. უკანა შუშა არის წინ არაა გაწმენდილი ძმა. მაგარი გაწმინდა. დეტალურად წვენთ ხოლმე 9 საათი, მაგრამ ეხლა დრო არ მაქვს. აი 1 წუთი ჩამოგაკლდა. მოკლედ მეგობრებო, ესე ჩვენი რიგით მეხუთე ჩელენჯი შევასრულეთ და გავრეცხეთ რაღაცნაირად მანქანა. ახლა კი ვაპირებთ რომ გავაკეთოთ მე-6 ჩელენჯი. მოიცა. ზუსტად ვიცი რომ გაინტერესებს მართლა შევძებით თუ არა 24 საათი მანქანაში ყოფნა. ეს ვიდეო დაალაიქეთ და დაელოდე მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე დავდებთ მეორე ნაწილს, სადაც უმაგრესი ჩელენჯები დაგწდება. დროებით.